სჯობს თვალყური ადევნოთ უნგრეთს. 12 აპრილს ქვეყანაში არჩევნები გაიმართება. ორბანი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკვე 16 წელია მართავს ქვეყანას, ბოლო გამოკითხების მიხედვით შესაძლოა დამარცხდეს. ორბანის უნგრეთი ბოლო წლებში გამოირჩეოდა ძალიან უხელხული პოზიციით, როგორც უკრაინის კონფლიქტთან, ასევე ზოგადად ევროკავშირთან მიმართებაში. ამ ეტაპზე ევროკავშირის 90 მილიარდიანი სესხი სწორედ უნგრეთის მიერ არის დაბლოკილი. მიზეზი? დრუჟბას გარშემო არსებული დავა. ეს ინფრასტრუქტურა უნგრეთს ქვეყნის ნავთობის საჭიროების 80-დან 90%-მდე ამარაგებს, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან მოდის. მაგრამ ნავთობსადენი არაერთხელ გახდა უკრაინის სამიზნე და კიევის მთავრობა დაზიანებებში რუსეთსაც ადანაშაულებს. შედეგი ისაა, რომ იანვრიდან ნავთობსადენი გამოუსადეგარია. უნგრეთი ითხოვს მის შეკეთებას, მაგრამ ეს კიევის სტრატეგიას ეწინააღმდეგება, რომლის მიზანიცაა რუსული ენერგორესურსების ექსპორტზე დარტყმა და ამით რუსეთის ეკონომიკის დასუსტება. ორბანის საარჩევნო მოწინააღმდეგე მაჯარი უფრო შემრიგებულ პოზიციას იკავებს დანარჩენ ევროკავშირთან. უფრო მკაცრია რუსეთის მიმართ, თუმცა მაინც ძალიან ფრთხილია უკრაინის საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. მაჯარი უფრო არაერთმნიშვნელოვანია. წარსულში მან შესთავაზა, რომ უნგრეთის პოზიცია რეფერენდუმით განისაზღვროს. რუსეთის მიმართ სიტუაცია უფრო ნათელია. ორბანმა და მისმა მთავრობამ მჭიდრო კავშირები შეინარჩუნეს კრემლთან. ზოგიერთი ინფორმაცია მიუთითებს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარსულში რუსეთისთვის გააზიარა სენსიტიური ინფორმაცია ევროკავშირის მინისტრებს შორის გამართული შეხვედრების შესახებ. მაგიარმა კი უფრო დიდი სურვილი აჩვენა კრემლინისგან დისტანცირების. ის აქტიურად ცდილობდა ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. თქვენ რას ფიქრობთ? როგორც ყოველთვის, დამატებით ინფორმაციას კომენტარებში ან აღწერაში ნახავთ.